ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დღე, შეხვედრა იკაროსთან და იკაროსის მფლობელთან, ბატონ ბაჩოსთან, რომელმაც დღეს დაგვადიშა აქ ერთ-ერთ ადგილას საქართველოში ვიმყოფებით. ხო, თბილისთან ახლოს და აი ჩვენი დიდი საიდუმლო და სიურპრიზი ყველასთვის, ვისაც უყვარს იკაროსი. და ჩვენ დღეს გვექნება საშუალება შევიდეთ სალონში, დაახოთ ყველაფერი და ცოტა გავიაროთ, ხო? ამ ტერიტორიაზე. შევი პატარა იკაროსი მოვედი და ხო გავს? წვირი გავს, გავს. წვირი გავს, გავს, წვირი გავს. არ ყოფილა რავაპროსის სალონში 100 წელი. ბოლოს ვიყავი მე მგონი 90-იანებში. ეხლა მოგვიხევი, ბაჭო, როგორ გახდი შენ ამის მფლობელი, როგორ მოგივიდა? სრულიად შემთხვევით. იდეა როგორ მოგივიდა? სრულიად შემთხვევით დავაწყდი უბრალოდ Facebook-ში დასაყიდა და ხო. რაღაც იმ დღეს დასავლეთში ვიდიოდი სენაქსი, კერძოდ დასვენებაში ვიდიოდი. გზაში ვათვალიერებდიო. Facebook-ს ხო რა ხდება? ხო, აი რაღაცები ვიდიოდი მანქანაზე და სხვაიჟდა მანქანაზე და თან მომეცა საშუალება და ვათვალიერებდი ვნახე და ეგრევე დავრეკე. მინდა. ხო, სენაქსში რაღაც გასვენებაში ვიყავით და გავაგზავნე ფოთში. აჰა. მეტი ვნახე ეს ადამიანი, დავქოქეთ, გავიარეთ იმ დღესვე. იქა და გადაწყდა რა უნდა? პირადღე იყო და ორშაბათ დღეს წავედი და წამოვიყვანე. ჩამოვიდა თავის, ხო, როგორც ისე თავისი ხოდით. ხო, თავისი სულით. წლები გაზდიოდა, ეგეთი გავაკეთე, როცა შლაგები დამხმარი იყო და წყლის ასალი არის. თუ პრინციპში ძალიან კარგი მდგომარეობაშია მანქანა. სალონი, იმ ავტობუსებთან შედარებით, რასაც მე ხედავ ზოგჯერ რა ჩვენ გვხვდება, ხო, არის სავალალო მდგომარეობაში. ავტობუსებია მე მგონი ახლებსაც რა ვიცი. კი. აი სუნი აქვს, ხო? სალონში რა სუნიც იყო? კი, ფარდებიც, ყველაფერი, ამით ექსკურსიაზეც დავდიოდი ჩვენ. და აი ეს ჩამოვიდა და რა გეგმები გაქვს აბა ბაჩო მითხარი ხო? სამომავლოდ. სამომავლოდ უნდა რა ვიცი, ნორმალურად გაკეთდეს ყველაფერი მოწესრიგდეს. ანუ შენ გინდა ამის რესტავრაცია, ხო, ესეთი ღირსეული ლამაზე. რომ ყველაფერი და ნაწილები პრინციპში არაფერი არ აკლია, ყველაფერი თავისია. განახლებები ჭირდება რა არის ამ სავარძლებს ჭირდება განახლება, ხო? ჭირდება ხო, რა ვიცი, ნაწილებსაც ძირითადად რაღაცები არის, ისეთი რაღაცები, რომ ჭირდება რაღაცებს გაკეთება და. ელა გაკეთდება რა, გაუკეთებელი არ არის გაკეთება. თავარია იქოქება დადიზა და დარჩენი მიიხედება რა. ხო. და ატარებ მგზავრებს, მსურველებს. იმიტომ ინტერესი დიდია. ტურისტები, ადგილობრივები, მე მგონი, ბევრისთვის ვისაც უყვარს იკაროსი და ეს ტრანსპორტი, ვისაც ახსოვს, ეს იქნება ძალიან დიდი სიამოვნება. რომ აი ისე განმეორდა. ეს ამ ფერებში მე მგონი აი აღარ არის საქართველოს შემორჩენილი. ხო. შეიძლება ვნახეთ ჩვენ გურიაში საშინელ მდგომარეობაში იყო ერთი ლაზი. აი გაპარტახებული. ერთი ესეთი ცხოვრწყუშიც ნახე, არ ვიდიო იმ ადამიანს ველაპარაკე. მაგრამ ესეთ მდგომარეობაში აღარაფერი აღარ აქვს შემორჩენილი კრუში გათხარი. არა, აღარს გაიყიდება ეს ხო? ო, ესე თითქმის ჯართად არის. ო, ძალიან ცუდი რომ ესე შეინარეს. ეხლა ნახეთ აი, ნახეთ როგორ ლამაზი ის აქვს ამას პანელი, ხო? ეს ხმები ჰიდრაულიკის როგორ მიყვარდა. აბა მოდი დავწეროთ ახლა ეს მანქანა. სადოთ რომ აი ეს გავიაროთ ეს ჩემი კაროსი. ახლა ძალიან ბილად არის, ხო, ეს სვლა ძალიან ბილი და სასიამოვნო. ეს სლაიდი მუშაობს, ხო, გარები? საკათიშვილი. აჰა. ო, კნოპკიდან, ხო? აუ. სიგნალის თავისი. ამოდ დუგინო.
ხედავთ როგორი საინტერესო რეისია. როგორი სიამოვნება მოგვანიჭა ბაჩომ თავისი იკაროსით. ზუსტად ესეთი მოდელია, ეს არის მოდინიოს მოდელი, სხვათაშორის ჟურნალის მოდელი, მაგრამ კიდე არის უფრო გამარჯობა. აი მგზავრისა ვიყავდა, მგზავრისა მოვიდა, ხედავ. ბაჩო კი რა ვახალ. 40 თეთრი. აჰა. მგზავრობის ღირებულება. გადავშლებაში იშალე. ხედავ. რეტრო რეისი გვაქვს. რეტრო რეისი. სარსულიდან მომავალში. იკაროსი როგორც დროის მანქანა. ეს დავშტები. ეს თვითონ ექსკურსია მძღოლი ვარ საერთოდ, ხო? შველი მოგვეწევთ მოსულებობთ თბილისის შემოგარენში. თბილისის შემოვლით გზაზე. და რამოდენიმე ასეულ მეტრში ჩვენ ველოდება 1982 წელი. ხო, მანქანები გაგიჟდებიან ახლა. ხო, იბრები ვიგენ საიდან მოვიდნენ საერთოდ. რომელი ეპოქიდან გამოვარდა ეს მანქანა? სანამ ჩამოვედი, რა ერთი 30 ჯერ გამაჩერეს. მართლა? ო, აბა წარმოგისეთია ეს. არ ველოდებოდი ეგეთ რაღაცას აი. ესეთი რეაქცია, ხო? საერთოდ არ ველოდებოდი. შეიძლება ვაგიგრა დამემართა, ხო? შუმა ჩემს ვერა ცხოვრობ, ხო? არის ყურადღების ცენტრში არ ყოფილა რაღაცა. რა მოხდა ესე? ახლა ხედავთ აი ეს იკაროსის მგზავრობა 2025 წლის 5 ივნისია, ხო? სხვა დრო არ გეგონოთ. შეიძლება ახლა ვინც არ არის ავტობუსის მოყვარული ეს გაიგოს, ხო? ის რა არის და რამ გააგიჟათ ეგეთი, მაგრამ ახლა ვინც არის ტრანსპორტის მოყვარული და ვინც ვაგროვებთ ამ მოდელებს და ვისთვისაც ეს არის ძალიან ძვირფასი და ისტორია, რა თქმა უნდა, ის მიხვდება რაოდენ არსებითი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის ესეთი გასეირნება იკაროსით ბაჩოსთან ერთად ჩვენ გადაბნევით ჯგუფიც აქ არის ვიღებთ ამ მასალას რომ თქვენ შემოგთავაზოთ რა თქმა უნდა ეხლა ცოტას კიდე გადავიღებთ როგორ გადაადგილდება ეს იკაროსი გარედან და ესეთი ისტორიული რეისი გვაქვს ეხლა ბევრს წვალს ბაჩო არც ისე ტრაგიკული ის არის. ანუ ასაკის და გამო არ მოემატა. საოცარი მდგომარეობა. აი ნახე იქაც რაღაც ძველი ავტობუსი. მეგობრებო, ჩვენი მოგზაურობა გრძელდება. ახლა ბაჩო ატრიალებს მანქანას. ჩვენ ბრუნდებით უკან ბაზაზე სიგნალი. როგორი მაგარია. და ესეთი მოგზაურობა, მალე ჩვენ გვექნება რეტრო რეისები. რესტავრაცია დამთავრდება. რამოდენიმე თვეში შედება და გვექნება ძალიან საინტერესო რეტრო რეისები თბილისის პარკლებში, თბილისის შემოგარენში. ზუსტად ისეთი, როგორც იყო ადრე რეტრო რეისი 70-იან და 80-იან წლებში.